აი ეს პროცედურაც ძალიან რთულად აკეთებს ადამიანი, ვისაც აქვს დიაბეტი. Kame 2-ზე მეტი, 2, 3, 4-ზე რდგება და მიდის ტუალეტში. შაქარი არის მომატებული. ეს არის დაბუჟებული და ყოველდღიური საქმეც არ აკეთებს. იტანჯება ბევრჯერ, იმას ქვია ნოქტურია. შარდში არის შაქარი და ეს შაქარი სადაც მიდის, იმ ნაწილს გააფუჩებს. თვალებშიც მიდის კატარაქტები და თვალის ხედვა დაიქვეყდება. ტვინისკენ რომ მიდის ინსულტი, გულისკენ რომ მოდის გულის დაავადებები. ეს შაქარია, მეგობრებო, შაქარს ქვია ყველა დაავადებების დედა და შაქარი რო იმატება, ადამიანი მიდის ექიმთან და იმას ენიშნება მერე ენდოკრინოლოგისთან ეგეთი კვება, სადაც დღეში რამოდენიმე ცოტ-ცოტა საჭმელი უნდა ჭამო. დილით გერკულესი, მერე სხვა საჭმელი, დღეში 4-ჯერ და 5-ჯერ. მეგობრებო, ნახე, ეს იგივეა როგორც სვამს ადამიანი ალკოჰოლი და იმას ეუბნები, მოდი ეს ალკოჰოლი კიდე დალიე. ერთხელ არა, ცოტ-ცოტა ბევრჯერ დალიე და უფრო უკეთესი იქნება. იქნება უკეთესი? არ იქნება. ეს არის, მეგობრებო, კვების პრობლემა, ცხოვრების სტილის პრობლემა. უფრო პირველი რიგში არის ნახშირის წყლები პრობლემა და მე 2 თვეა პირდაპირ ხედავს ადამიანი, რომელიც მე მელაპარაკება 15 წელია ადამიანს აწუქებს დიაბეტი, მაგრამ 15 წელიწადში იმ ადამიანმა ეს ვერ ისწავლა, რომ დილით რა უნდა ჭამო, შუადღეთ რა უნდა ჭამო, ან საგამოთი რა უნდა ჭამო. ეს არის გაუგებრობა ამ სფეროში, სრული გაუგებრობა. ერთი წამალი დალიე და რასაც გინდა ჭამე. იმ ადამიანსაც უხარია. აი მე ცხოვრება ერთხელ მოვედი, ყველაფერი უნდა ვჭამო, ერთი წამალი მაინც დავლებს ჭანდაბადს. ეს ერთი წამალი რა შვება, მეგობრებო, იცი? თქვენი პენკრიასი ისედაც ცოტა აკეთებს ინსულინი და ის ერთი ტაბლეტი რო სვამ თქვენ, იმას დააწურავს ბოლომდე, მიდი გააკეთე კიდე გააკეთე და იმიტომ თქვენ მე ხედავს რაღაცა შეგავათი რომ აიმე ჭამის მერე ეხლა შაქარი არ მიდის, მომიხდა წამალი, კაია თელი ცხოვრება მაგას დავლე. მაგრამ ერთი დრო მოდის, რომ მერე ეს წამალი, ერთი წამალი არ მუშაობს. მერე იმატება იქ დოზა. რამდენის გინდა დოზა დაიმატე? ბოლოს ესეთი დრო მოვა, თქვენ გეტყვიან რომ მოდი ეხლა ეს წამალი არ ყოფნის, ეხლა ნიმსი ჭირდება. ეს ნიმსიც რამოდენიმე წელი ბოლოსი მოდის, რომ არაფერი არ ხშველის და ეხლა რა უნდა გააკეთო, ეს არავინ არ იცის. მე გადაგებული მაქვს რამოდენიმე ვიდეო, მთელი სერია, რას არსებობს ინსულინის რეზისტენტობა, როგორ და რანაირად ეს ყველაფერი კეთდება, როგორ გახდება ადამიანი დიაბეტი. მაგრამ გამორიცხულია, რომ ყველა ადამიანმა ერთი ვიდეო ნახო. მაგიტო გადავწყვიტეთ, რომ ერთი წიგნი ეგეთი, რომელიც დაეტიო ჯიბეში, ხალბატონის ჩანთაში და ადამიანი კაცების აი წინა ჯიბე რო არის, აქ რომ გქონდე ადამიანს, რომ მიდი ხარ მაღაზიაში რამე საკიდლად, იქ რომ ნახო ეს საჭმელი ჩემთვის კარგია თუ არა. ის წიგნი იქნება, მეგობრებო, ესეთი პატარა წიგნი, რომელიც ყველა შეინახავს, ძალიან თხელი, იქ იქნება 3 კატეგორია. ერთი არის მწვანე კატეგორია, სადაც შედის ესეთი საჭმელი, რომელიც თქვენ გიჭმება, რამდენის გინდა ჭამე. მეორე იქნება ყვითელი კატეგორია, ის პროდუქტი იქნება ცოტა რაოდენობით თქვენ შეგიძლია ჭამო. და ერთი კატეგორია იქნება, მეგობრებო, წითელი, რომელიც თქვენ თვალითაც კი არ უნდა დაინახო. თუ გინდა ეს დიაბეტი უწამლოთ, რომ დაიმარცხო. მაგრამ მაგაში მე თქვენი დახმარებაც მჭირდება. თქვენ უნდა დაწეროთ ამ ვიდეოს კომენტარებშიც და ყველგან რა პროდუქტი უფრო გაინტერესებს. თქვენ ყოველდღიური ცხოვრებაში რას ჭამს, დილით, შუადღე, საგამოთი, ხილი, ბოსტნეული, ნებისმიერი რამე დაწერეთ. მე გეტყვი იმ
თხილი ან ბოსტნეულის გლიცემიური ინდექსი, გლიცემიური წნევა, ეს თქვენი ინსულინზე როგორ იმოქმედებ, თქვენი გულზე როგორ იმოქმედებ და ეგეთი ადამიანსაც დაგჭირდება ეს, ვისაც უნდა წონის დაგლება. ანუ წონის დაგლება, ინსულინის რეზისტენტობა, peripheral neuropathy, ანუ ბექების დასიება, ქოლესტერინის მაგალი ვისაც აქვს გვიძლია გაცქიმენობალი, ის წიგნი ყველას გამოდგება. მე მთელი საქართველოში ეგეთი მარკეტებში წავალ, სადაც ულაგია საჭმელი, ბაზრობებზე წავალ, სადაც იყიდება ქორცი, ბოსტნეული, ნებისმიერი პროდუქტი, მინდა რომ იმ წიგნში ყველაფერი იყო დაწერილი, რომ ეს გაუგობრობა იქნება მოაშორო და ეს დიაბეტი მარტო კვებით მოაშოროთ. იმედია თქვენს ეს იდეა მოგეწონება, ეს ჯიბის წიგნი, ეს შეგიძლია გქონდე, მიდიხარ მარკეტში, საკიდლად პროდუქტები. აიგეთ ეს წიგნი, თქვენი სასურველი პროდუქტი, რომელიც თქვენ ორგანიზმს მოუხდება, იმას იყიდი და სულ იქნები მე ძამთელი და ძამთელი ადამიანი ყოველთვის ბედნიერია. ამ წიგნით იქნება ჩვენ ეს დიაბეტი, ანუ დაავადებების დედა. დავმარცხო და ბევრი დაავადებები იქიდან მოსული. იმასაც, ანუ ერთი სროლით მოკლა ბევრი მკერდს. სულ იქავი ძამთელი და ბედნიერი, იმედია მოგეწონება ეს იდეაც. მომწერე კომენტარში თქვენი კვება როგორია, რას ჭამს მთელი დღე. მე გეტყვიმე იმ წიგნის შესახებ რა გიჭმება, რა არა. კარგად და ძამთელად და არ დაგავიწყდე ვიდეოს გაზიარება.